Tuki? Tuka ველოდები ახლა ყველა წუთში უნდა დარიცხონ ანგარიშებმა. მას არ უკითხია, მაგრამ მე უთხარი ასე, მე უთხარი ორ დღეს მე უთხარი რა. ვასრულებთ ყველაფერს, ვასრულებთ ცოტა ხანი მადლობე რა. Დედის ლიმო მე ბიჭო მე თუ მაგეს იქცავ მომწევ დედის. ახლა დარეკა თუ არ დარეკა ისეც მომკრავ დედის ტრაკ თუ დევკავე მე. შეიძლება მე უთხარ და ვინც არ დარეკოს მის უთხარი. კანონიერი ქურდების და მათი წარმომადგენლების საუბრებს პოლიცია 2025 წლიდან იწერდა. ამ ფარული ჩანაწერებით დასტურდება, რომ კრიმინალური სამყარო არა მხოლოდ გარჩევებს აწყობდა, არამედ აკონტროლებდა სამშენებლო ბიზნესაც. შაბათის ეთერმა კრიმინალური პოლიციის ფაილებში მნიშვნელოვან მტკიცებულებებს მიაგვლია, რომელიც ადასტურებს, რომ ბათუმში ახლადაშენებული კორპუსების უკან სხვაზე გაფორმებული წილებით ქურდები დგანან. Adano. Tuka, привет, გოჩავარ. Привет, გოჩ. გუშინ ქონდა ხელფასი და უმწერა რომ დღეს ველოდებიო და ეგრევე დამირიცხავენ და შენთან გავჩდებით, მაგრამ გირეკავ რა. 8 დავთვალე, მე წილიან ყველაფრიანა 8 მაგ მისაცემია. არა, წილი მისაცემია, ახლა მე იქიდან მაგას ახლა თუ გამითვალენ, დღემდე წილი მაშინ კარგად ყოფილა ჩემი საქმე. Воро, являетесь? Это уже... Да нет, или не хочу отвечать, вот что-то. Не надо мне задавайте по сути, задавайте. Что за это? Вот, что я украл его что-то? ეს 60 წლის ქართველი კანონიერი ქურდი, ასლან ბათუმსკი, იგივე ასლან ქობულაძეა. კრიმინალური პოლიციის ფაილების თანახმად, ის ზღვისპირა ქალაქში ახლადაშენებული კორპუსების ბიზნესს აკონტროლებდა და თან ბიზნეს არეკეტებდა. ქობულაძეს ამისთვის ადგილზე ყოფნა არ სჭირდებოდა. ის პროცესებს თურქეთიდან მართავდა. ერთი წელია დაიწყო ფარული მოსმენა მიყურადება სახლებში, მანქანებში და ერთი წელია ქურდები ამ სამშენებლო ბიზნესს აკონტროლებენ? საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ ფარულ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს დაახლოებით 5 თვის განმავლობაში. არა, სექტემბრიდან დაიწყო ძალიან დიდი ბოდიში. როდესაც მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება, ღია საგამოძიებო მოქმედებებზე, მათ შორის გამოკითხვებზე, გამოკითხვას ვერ ჩაატარებ, ვინაიდან ფარული საგამოძიებო მოქმედება დაკარგავს ას. და გამოძიებას გაუჭირდება შემდეგ ისეთი ობიექტური მტკიცებულებების მოპოვება, რომ რადროსაც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად იყოს მოპოვებული. პროკურორი ამ თემაზე არ საუბრობს, თუმცა ჩვენს მიერ მოპოვებული პოლიციის ფაილებით ჩნდება ვარაუდი, რომ ასლან ქობულაძე, იგივე ასლან ბათუმსკი და მისი კრიმინალური ბანდა აჭარაში წლების განმავლობაში ხელშეუხებელი იყო. დეველოპერებს ისინი სამშენებლო კომპანიებში არაფორმალურად ყავდათ გაფორმებული და ბიზნესის შავებს წილსაც უგზავნიდა. მე უნდა 50 რაც ხა უნდა მიშველო. არ მუთხარ სამაგნე ფული ამის და უთხარი მე ყადაღამაგდებული ეკოსიჩი მე უთხარი საუნახო მე უთხარი რა თხარ შენ იზამო რა მე მეწველებს რო ხა გამხადებს ვიყო რა ერთი დღეს იქნება მე გეთქვა ვერ ერთი დღეს იქნება ამომივასული ყიაში და ყველას მეთქვა დავა გვერდზე გააჯვით ყველა მეთქი რა დამღალეს შვილი ვიყო და მე მიტრაქს რა გავაკეთო მე თვითონ ასლან ქობულაძე ეს პიროვნება თუ იცით თქვენ? არა, მე არ დაგშიდი არა. ეს ადამიანი ბიზნესს არეკეტებდა. აფროდია შეიძლება მაგრამ და არანაირი საერთოდ გაგონილი თვითი რომ არსებობს ეს პიროვნება და ეს ქობულაძე შენებელია? აზერა ვარ კომპანიას, რომელზეც გოჩა ქობულაძე საუბრობს ბათუმში კორპუსები 3 სამარხზე, გორგასლის 59-ში, დემეტრე თავდადებულის 33-ში და ჯავახიშვილის 55-ში უნდა ეშენებინა. თუმცა ეკოსითიმ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. ყადაღა გოჩა ქობულაძის კომპანიას ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2023 წლის სექტემბერში დაადო. კანონიერ ქურდთან დაახლოვებულმა კაცმა სამშენებლო ბიზნესი მინდობილობით ვლადიმერ შენგელიასგან 2016 წლის 1 აგვისტოს ვალდებულებებით გადაიფორმა. დამფუძნებელი ამბობს, რომ ქობულაძემ შეთანხმება დაარღვია და საბოლოოდ სამშენებლო ბიზნესი წაართვა. შეთანხმებული გარეშე გადაიფორმა კომპანია საერთოდ და წაიღო კომპანია. მინდობილობა ბიზნესში იმის უფლება რომ ემოქმედათ მათ სამშენებლო სფეროში, მაგრამ მოქმედეს, მაგრამ მე გამაჩვენეს გვერდით. პოლიციის ფაილების გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ ერთ-ერთი კომპანია, სადაც კანონიერი ქურდის გარემოცვა არაფორმალურ წილებს ფლობდა, კომპანია Smart Development-ია. ეს კომპანია შავი ზღვის სანაპიროზე ახალ და ძვირადღირებულ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს.
ახალ სამშენებლო ობიექტზე, რომელსაც შავი სამყარო აკონტროლებს, ბინების გაყიდვა დაწყებულია. კვადრატული მეტრის ღირებულება კოტე აფხაზის ქუჩის კომპლექსში $1600-დან იწყება. Это вот она продается? Да, 2+1 Ага. на продажу. სამშენებლო კომპლექსის რეკლამები სოციალურ ქსელში აქტიურად მიმდინარეობს. დამკვეთები ამბობენ, რომ აქ 3 საცურაო აუზი და რამდენიმე დონიანი ავტოპარკინგიც მოეწყობა. 10, 12 და 14 სართულიანი ბლოკების კომპლექსს ცალკე მოსასვენებელი სივრცე და რეკრეაციული ზონა ექნება. მაკლერი შოთა ამბობს, რომ კომპლექს, საიდანაც ფულს ქურდები იღებენ, ზაფხულის თვეების სახელები ქვიათ. ივნისი, ივლისი და აგვისტო. გაყის კვადრატული ბატონო შოთა აი ამ ლამაზ კომპლექსში. $1600-დან პირველ ჩვენ საერთო საფურის მიხედვით სასწავლო ცვალებადია. 3 ბლოკი აქვს ამ კორპუსს? კი, 3 ბლოკისგან შეიძლება ინვესტიციის და ადმინისტრაციული. სამშენებლო კომპანიის ორივე დამფუძნებელი ახლა ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და მიმართვის საქმეზეა დაკავებული. დოკუმენტების თანახმად და საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანიის 51% წილის მფლობელი ბიზნესმენი გოჩა ქობულაძეა. 49%-ს ნიკოლაი იაკოვენკო ფლობს. იაკოვენკო რუსეთის მოქალაქეა და ერთ-ერთი ვერსიით ასლან ქობულაძის გარდა მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთში მოღვაწე კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ატარებს საქართველოში მათი ინტერესებს სამშენებლო ბიზნესში და წლებია მეუღლესთან ერთად აჭარაში ცხოვრობს. Извините, пожалуйста. На пару слов. Извините, пожалуйста. Насчет Николая у меня вопрос сейчас. Он был связным со Сланом. Он был связным со Сланом. Уйдите отсюда. Вы что делаете вообще? Что делаете? Нервы напряжены. Это же стресс. ნიკოლაი იაკოვენკოს როლზე სამშენებლო ბიზნესის მართვასა და რეკეტზე ფარულ სატელეფონო საუბრებში ლაპარაკობს კომპანია Smart Development-ის დამფუძნებელიც. აქ მე უთხარი გენერალი მითხარ, შენ მე უთხარი გოჩაის ნატყავს ვინმე არ იჯერებს მეთქი. შენ რომ ასე ფიქრობ, მაგრამ რაშვაშია მაგიო, რაშვაშია გერა თავწია. თლად რუსებით გამივიცეთ მე უთხარი ობიექტი ჯო. ქართველის დანახვარგი და ხელფასის გადაყარგი და მეთქი. გოჩა ქობულაძე, რომელიც მის ბიზნესში რუსი და ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების ინტერესებზე საუბრობს, ახლა დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაშია. თუმცა საქმეში დევს ათობით ფაილი, სადაც ის შავი სამყაროს რეკეტზე და ტერორზე ლაპარაკობს. რა ხუჩას უთხრა ხომ მაგრა გაბარაზდება შვილი ვიყო რა. რომ რასტრის აი საქციელები და უკვე წველვა ხუმარ დაგიწყო იმას იფიქრებს თუ და მასეც გამოდის და $450,000 იქთან მიფიქსირეს $450,000 იქ რომ შენ რომ მითხარი რომ შენი იქ დევსო იქიდან დააკელიო თუ არ დააგდა მაგ $450,000 $150,000 ამ ბოლოს ამარტვა არ დააგდა რაც ხარ რომ არ ვამბობ ხომ იყო ხათრი მაგ მისთან სიმონ და იმენ ამ ფერებს მიკეთებს რა Что снимаешь? Представьте, пожалуйста. Нету ни имени, ни фамилии, ни отчества. Нет ни имени, ни фамилии. კრიმინალური ავტორიტეტის ასლან ბათუმსკისა და სავარაუდოდ რუსი ქურდების ინტერესებით სამშენებლო ბიზნესში საგამოძიებო უწყება 1 წლის წინ დაინტერესდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ სწორედ ამ დროს იწყებს ბიზნესმენების, ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტების, რუსი კანონიერი ქურდების წარმომადგენლების და ასლან ქობულაძის ოჯახის წევრების ფარულ მოსმენასა და მიყურადებას ცენტრალური კრიმინალური პოლიცია. თუმცა მოპოვებული აუდიო ჩანაწერებით რჩება განცდა, რომ სამშენებლო ბიზნესი აჭარაში წლებია შავებს ზედამხედველობის ქვეშ აქვთ. ამომივა მესული ყიაში, მე სახში ვარ წამოწოლილი აგერ და კი მესმის ჯაჯემალ ბევრი გასავალი გაქვს, მაგრამ მე რა ვქნა ჯო. სამი ქალი ყავს, მე რა ვქნა შვილი ყო. ჩემი სარჩენია ყველა. ჩემ ფულსაც ეხებიან უკვე ჯო. მე ჩემი ფული ჩატენილი მაგიქა და ამეიღე მომეცი მეუბნება ჯო. რაფერ მოგცე ვერ ვღებულობ მაგის დედავატილე რა. ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტები ბიზნესს ამ სქემით მართავდნენ. თითო გაყიდული ბინიდან პროცენტი თურქეთში მათთან მიდიოდა. აკონტროლებდნენ სამშენებლო სამუშაოებისათვის გაწეულ ხარჯებსაც. ეს ეგრეთ წოდებული ფინანსური აუდიტი კი აჭარაში ასლან ქობულაძის ძმას, დურსუნს, იგივე დუკას ჰქონდა ჩაბარებული. ხვალე 12 საათზე ფულს მიცემ უეჭველი 1,000,000%. Короче, ხვალეში გადევიდა მაინც. ხოდა ხვალისა 12 საათზე ძმა ფული ექნებიან ხელზე უთხარი რა. დღეს უნდა კონოდნენ 12 საათზე და მარა გეიჭიმა დუკი და გეიჭიმა
სამშენებლო ბიზნესის ტერორით ქურდულმა სამყარომ თურქეთში ჯამში მილიონზე მეტი ლარი მიიღო. აუდიო ჩანაწერში ისმის, რომ ბიზნესმენები ქურდების ჩარევით უკმაყოფილოები არიან. აბა რა ვერ გებგე ციფრში ჩუქნი კიდე მაგენ სულ რა ჯახდე რამდენი ფული მაჩუქებია მე ვიფიქრები თუ კაცი იტყვის რომ აი ფულებს კი არ მაინც ჩუქება კი არ გამოდიჭო გიკეთებ რაბე ჩუქება მე ჩემი ფულიცი უკვე ჩემ ფულსაც მოაჭდენ ფული ვიყო ასე გამოდის შენ აძეკიდა ყველა ფული რაც გაქვს მიცემული ჩამეიწერე და რა აზრია ჩემი თუ ავათავო იმდენი რამდენი სასივი რომ ჩამოვწერო მილიონს გება სამშენებლო ბიზნესიდან უკანონო ფულის მიღებას შავები დიდი ალბათობით კიდევ დიდხანს გააგრძელებდნენ, რომ არა დაპირისპირება. აუდიო ჩანაწერებით დგინდება, რომ რუსი კრიმინალების წარმომადგენელმა ნიკოლაი იაკოვენკომ ასლან ბათუმსკისთან კომპანია Smart Development-ის დამფუძნებელი ძმების გაშავება დაიწყო და ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულა. ახლა მინდია ქობულაძემ შემომიძრა ტრაქშიო, მეო ბიძასო ველაპარაკეო და იგიო რა ქვიაო, შემომიძრა რა მინდოდა მე რომ ეს ელაპარაკა. რომ რემონტებზე კოლიაი მაყუთებს ხელს და რა მითხრა უყურე კოლიაიო ფულებსო იპარავსო და დუმტკიცებ თუ გინდაო შემიგეკითხით ხება ვიყო მაგ პეიდაკაცა ერთი რაც ხამივხვდი ბრატ რომ მე დაждომა უნდა ახლა აქ ვინც ვარ ტიგენთა ერთად დალაპარაკება უნდა და მერე ჩასვლა უნდა და ამ კაცი ახსნა უნდა ყველაფრის ამას ჯერ კიდევ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ქურდული გარჩევისათვის განკუთვნილ ოფისში, საქმის გარჩევა მოყვა. თუმცა საქმე უკან ვერ მოაგვარა და ამიტომ შეხვედრა თურქეთში, ასლან ბათუმსკისთან და სავარაუდოდ მის პარტნიორ რუს კანონიერ ქურდებთან გადაწყდა. ხუჩამდე გამიარო საქადა გამოგიაროს, მაგრამ და მოხვალ თაგე. შენ სიო მზად ხარ? ხა აჩმა უთხარი იყიდოს და თუ ნახა ერთი. რამე წოვუღოთ, რამე გითხრა, რამე წავუღოთ? აფაზე არ უცნია მე გუშინ ჩოვიტანე თევზი ჩოვიტანე რა. სიგარეტი? სიგარეტი წოვუღე გუშინ აფში ბლოგზე. დეპორტი მაქვს ევროპაში. ეგ მაინტერესებს. ამ სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე საათში ბიზნესმენებიც, ქურდის ძმაც და რუსეთის მოქალაქე მშენებელიც თურქეთში მიემგზავრება. ფაქტს საზღვრის კვეთის ვიდეო კადრებიც ადასტურებს. Потом через этого границ зашли в Грузию, да? ამ მტკიცებულებებიდან რჩება ვარაუდი, რომ აჭარაში ბიზნესის რეკეტი წლები აგრძელდება და რომ ამ სქემაში ათობით ადამიანი იყო ჩართული. ახლა ჩნდება კითხვა, როგორ ვერ გაიგო ეს პოლიციამ, სუსმა და სხვა საგამოძიებო უწყებებმა და სარგებლობდა თუ არა ქობულაძის კლანი ხელშეუხებლობის გარანტიით. რომ არა გავლენიანი მფარველები აჭარის ხელისუფლებაში შესაძლოა ამდენი არანაირი მფარველობა მოცემულ სამართალქმეზე არ იკვეთება, სამართალქმეზე გამოიკვეთა დანაშაულებრივი ეპიზოდი და დაიწყო სამართლებრივი დეული. სამშენებლო ნებართვის გაცემის საკითხებში რა როლი აქვს კანონიერ ქურდებს? ამ მიმართულებით დაიწყო მოკვლევა. გამოძიება გრძელდება, აი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეფუძნება ძირითადად სამართლის საქმე, ვინაიდან ფარულ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ამ დრომდე, გამოძიება გრძელდება, გამოძიების სასამართლო გაგვისაზღვრა დრო და მოვიპოვოთ შესაბამის მტკიცებულებებს. გამოძიებამდე დაადგინოს რა როლი აქვს ბათუმში სამშენებლო ბიზნესში კანონიერ ქურდებს? გამოძიებამ უნდა დაადგინოს დანაშაულური ქმედებები. ასლან ქობულაძის დიდ გავლენაზე აჭარაში და სამშენებლო ბიზნესში პროკურორი ვრცლად არ საუბრობს. თუმცა ფაქტია, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მისი დაჯგუფების ათობით წევრი აიყვანეს. ნაწილ სამშენებლო ბიზნესის რეკეტს, ზოგიერთს კი სხვა, კერძო დავების, ქურდული წესებით გარჩევას ედავებიან. სამართალდამცველთა მოქალაქეები რატო არ ეკავენ? რატო ურეკავენ საქმის გარჩევის მიზნით კანონიერ ქურდებს? ანუ რა შეიცვალა ამ ქვეყანაში? გახლავთ რამოდენიმე ეპიზოდი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ყველა დამნაშავე პირი, ვინც მიმართა კანონიერ ქურდს, მათ შორის ქურდული სამყაროს წევრს, ყველას მიმართ დაიწყო სამართლებრივი დევნა. საქმის მასალებით დგინდება, რომ აჭარაში ასლან ქობულაძის ძმასთან და მისი გარემოცვის წევ კრიმინალურ ავტორიტეტებთან ირჩევა ისეთი დავებიც, როდესაც საქმე მსუბუქ ავტოავარიას, მოქალაქეებს შორის სიტყვიერ გარჩევასა და ჩინეთიდან გამოწერილ ამანათებთან დაკავშირებით დავას ეხებოდა. თუკა შენი დახმარება მჭირდება. გამოვიწერეთ რაღაცები, იმისი რა ქვია, კომპიუტერის მასალები რა 2500 ლარის და ხო. ჩამოგვიტანეს ვაფშე დალეწილი, დამსწრეული, მოპარული რაღაცები და ну короче ვერ მივახციეთ ეს ადამიანო ლაპარაკით შედეგსო აანაზღაუროთ. ხო და ვინმეს ვარიცნობ მეთქვიო, ცოტა შევაბანჯღალოთ ძმაო. ბიზნესმენებს ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ოჯახის წევრების დაბადების დღის გადახდასაც კი აიძულებდნენ. ამ ღონისძიებებისათვის ეგრეთ წოდებული ოფშიაკი, ანუ საერთოც კი გროვდებოდა.
ასლანო კრედიტის დაკეთება მინდაო რომ დაბადების დღე შედევიხარო და იქნებ შენ გაგზავნა რომ მომცეო. აზე ხარ ასულტარეს ბიჭო დედაულები და მომადგება და ფული გავგე რაც ხა მიშველე რაც ხა რა ვიშველო ბიჭო მარმარ მე აკამალია. შენ დაბადების დღეები უნდა უხადო ბიჭო ხანდახან მეუნება აზრ მე ხომიციო რა დღეში მარო სამი ქალი მე რა შვაში ვარ მე მაი სამი ქალი ჩემი ხომ არა რომ არ გაქვს სამი ქალის მოგლის ტრაკი ხომ არ დამოუვალოს. ქურდულ სამყაროსთან კავშირის რეკეტის და ფულის გამოძალვის საქმეზე ერთ ღამეში გელა გელაძის უწყებამ 80-მდე პირი აიყვანა. თუმცა ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. დაცვის ყოფების მიმართ წარდგენილი ბრალდება არის აბსურდული, არასწორი. საქმეში არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, რომ რომელიმე ბრალდებულმა რაიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ძალიან ბევრი მასალა მინახია ბრალდების ხარის მიერ შედგენილი, შეკრებილი, სადაც აბსოლუტურად სასამართლოში არსებითი განხილვის დროს თავს ვერ იჭერს როგორც ასეთი მტკიცებულების სტანდარტი და ძალიან ბევრი გამამართლებელი განაჩენი დამდგარა. ქობულაძეების ფინანსებია, ეს ოჯახია, მარტო ერთი პარტნიორია ფიქსირებული ახლა ასე ფურცელზე, მაგრამ მის უკან დგას მისი სანათესაო, რომელიც ერთობლივად ახორციელებდა ბიზნეს პროექტს. ბრალდებებს უარყოფენ ასლან ბათუმსკის და მისი კრიმინალური ბანდის წევრებიც. დაკავებულების ოჯახები უკანონო დევნაზე საუბრობენ. ასლან ქობულაძე როგორ მართავდა სამშენებლო ბიზნესს ბათუმში წლების განმავლობაში? არანაირი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი. ასლან ქობულაძე რო კრიმინალური ავტორიტეტია, ამაზე მე დავებით? ბატონი დუკა დურსუნი რო კრიმინალური ავტორიტეტია, მაგაზე ვდაოთ ქალბატონო ადვოკატო? მრავალსაათიანი ჩანაწერები, რომლითაც პირდაპირ დასტურდება, რომ მოქალაქეები პოლიციის ნაცვლად ქურდებს მიმართავენ, ახლა პროკურატურის ხელშია და არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე. კიდევ გაიზარდოს.